საზაგოროზია იყო ჩვენი მეზობელი, მაგრამ ბატონი საზაგოროზია ცხოვრობდა ნაქირავებს სახლში. მე ვეწეოდი მოსკოვიდან, რუსეთიდან ექსპორტ-იმპორტს. გადამზიდავი ფირმა მქონდა, სადაც არასდროს არანაირი გადაცდომები არ მქონია. ბატონი საზაგოროზია შემთხვევით შემხვდა ერთ დღეს, გავიცანი და შემომთავაზა უცბად გულუას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ყიდვა. თუ დავთანხმდებოდი, უნდა წარმედგინა მაგისტრის პროექტი 15 დღეში. წავედი გავხედეთ მიწას. კერძოდ გითხრათ, მან რა ბიზნესი უნდა განახორციელებინა თუ თქვენზე იყო ეს დამოკიდებული? არა, მე შემომთავაზა მიწა და მე გამიშვა, ნახეო დაათვალიერეო და თქვენი იდეა წარმომიდგინეთო, რის გაკეთებაც შეძლებთო და როცა წავედი, მივედი, მინდოდა ამეშენებინა, გამეკეთებინა ატრაქციონი. ბატონმა საზამ შემომთავაზა, რომ დიდი ატრაქციონი კეთდებოდა სახელმწიფოს მიერ და ჩემი ბიზნესი ჩავარდებოდა და მირჩია, რომ აკვაპარკი ამეშენებინა. რაზედაც დავთანხმდი. წავედი ჩემს ახლობელ არქიტექტორთან, გავაკეთეთ პროექტი, თუ 18 დღე ვიმუშავეთ, 18 დღის მერე რომ მოუტანე პროექტი, ძალიან მოეწონა ბატონ ზაზას, გადაუგზავნა ქვეყნის პირველ პირს, მიუტანე ჩვენს გამგებელს ალექსანდრე ქობალიას, ეს პროექტი იყო ყველასი მოწონებული. ქვეყნის პირველმა პირმა რა თქვა ამაზე? ქვეყნის პირველ პირს მოეწონა 2010 წლის 31 დეკემბერს პირდაპირ მისყიდვის წესით გადმომცა ეს მიწის ნაკვეთი. და შემდეგ მე როგორც ვიცი თქვენ ეს პროექტი რომელიც გააკეთეთ და დაგიჯდა თუ არ ვცდები 45000 ლარი, ხო? 42000 42000 ლარი დაგიწუნათ ვინ? სტარამოდობის გამო დამიწუნა ბატონმა საზაგოროზიამ და გამგეობამ. და თუ კი ქვეყნის პირველმა პირმა მოიწონა, გოროზიამ რატო დაიწუნა? ხო, არ გაქვთ ინფორმაცია. ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ აღარ დამიწუნეს და ამ დაწუნებულ პროექტს თუ გავაგრძელებდი, მაშინ შემექმნებოდა სერიოზული პრობლემები. მე შემომთავაზეს ახალი არქიტექტორი მოიყვანეს სახელად ვინმე ლევანი, ეს ვინ მოიყვანა? ბატონმა ზუგდიდის პროექტირებას აკეთებდა არქიტექტორი და აი ეს არქიტექტორი მოიყვანეს მეც. ხოდა მითხრა რომ $18000 გაგიკეთებო. მე უთხარი 42000 ლარი უკვე გადახდილი მაქვს და ეხლა კი იაფია 18000-42,000-დან შედარებით, მაგრამ მაინც დაზარალებული გამოვდივარ მეთქი, მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის, ყველა ვარიანტში უნდა გააკეთო. და გავაკეთეთ კიდევაც. როცა ვაკეთებდი ამ პროექტს, სადღაც 7-8 თვე გრძელდებოდა ამ პროექტის გაკეთება და როცა ყოველ დღე მივდიოდი თითქმის, ყოველ მეორე დღე მაინც მივდიოდი და ვეუბნებოდი, რატო არ აჩქარი პროექტის გაკეთებას მეთქი და ეს იყო ხელოვნური ბარიერების შექმნა, მითხრეს რომ რაში გამოიხატებოდა ხელოვნური ბარიერები? რაში და როცა მივდივარ დღეს მეუბნება 5 დღეში მზად იქნება პროექტი, როცა მივალ 5 დღის მერე მეუბნება 14 დღეში იქნება მზად, მე რაღაც პრობლემები მქონდა თბილისში წავედი, ვერ ჩამოვედი და გაურკვეველი მიზეზების გამო გრძელდებოდა ამ პროექტების გაკეთება. 7 თვის მერე მთლიანი დაუსრულებელი პროექტი მომაწოდა და დავიწყეთ ხიმიჯების ჩასმა. როცა დავიწყეთ ხიმიჯების ჩასმა, მეორე თვესვე დამაკავეს. და რა ბრალდებით დაგაკავეს? ჩემი ბრალდება იყო, პირველი ბრალდება ეს იყო მოსკოვიდან შემოტანილი ტვირთი, რომელიც ჩემი სახელი არსად არ ფიგურირებდა, იყო ჩემი ბიძაშვილის სახელზე შემოსული ტვირთი, მინდებულებით მიღებული, განბაჟებული სამხარაუის ექსპერტის მიერ, მებაჟეებისა და დეკლარანტების მიერ გაკეთებული თბილისის იმაში, რა ქვია, ზაგესის ტერმინალში, სადაც არანაირი შეხება არ მქონია, არ ჩადენილი დანაშაულის გამო მომისაჯეს 6 წელი. მე როგორც ვიცი, თქვენ კიდევ ერთი ბრალდება გქონდათ, ეს იყო ლაზიკა კაპიტალისგან სხვადასხვა ადამიანების სახელით აღებული სესხი და ეს ადამიანები შემდეგ ლაზიკა კაპიტალისგან ითხოვდნენ ამ თანხების
ანულირებას მე როგორც ვიცი. კი ბატონო. რომ თქვენ მოტყუებით და თითქოს თაღლითურად კი ბატონო, მე ამ 214 მუხლის მეორე ნაწილის გარდა მომისაჯეს 8 წელი ზუგდიდის სასამართლომ, რომელიც ჩემთვის ისიც არაკანონიერი და არ ჩადენილი დანაშაული იყო. კი ბატონო, მე გამოვიტანე ბანკიდან თანხა, მაგრამ გადაცნობა ბანკში მე არასდროს არ მქონია. რამდენი ადამიანის სახელით გამოიტანეთ? მე ახლა 200.000 გამოვიტანე ჩემთვის, მაგრამ დანარჩენი ახლა ვიღაცებმა რო გამოიტანეს, მთლიანად ბანკის გამოტანილი სესხი მომაკერეს მე. და რატომ აი არ არსებობს? რატომ ეს როგორც მე სადაც ვიყავი გავათვითცნობიერო რომ ეს იყო ყველაფერი ხელოვნური მიზანმიმართული ამ მიწის წარჩმევასთან იყო ყველაფერი დაკავშირებული იმიტომ რომ ანუ ამის უკან ყველაფრის უკან თქვენ გინდა თქვათ რომ იდგა ზაზაგოროზია? ნუ ახლა ეს თქვენ გაარკვიეთ და გამოძიება გაარკვოს ვინ იდგა ამის უკან ფაქტის სახეზეა დღესაც გრძელდება იმ 9 წლიანი დიქტატურის ნარჩენების თუ გინდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო რო ავიღოთ, იქ მოხდა გაუგონარი ფაქტები, რომელიც ისეთი საჩივარი მიიღეს, რომელიც უკვე განხილული იყო და გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა ზუგდიდის მოსამართლე ქალბატონ ლავრა მიქავას გამოტანილი და ისეთი სარჩელი გამომიგზავნა ქუთაისის სააპელაციო. ანუ თქვენ გინდათ თქვათ რომ ის 9 წლიანი რეჟიმი დღესაც გებრძვით? ნუ ნარჩენები არიან კი. მინდა ისევ დაუბრუნდეთ იმ წინა კითხვას. ის ადამიანები რომლებიც ითხოვდნენ თქვენს მიერ მათ სახელზე თქვენ მიერ გამოტანილ თანხებს. ესენი იყვნენ დაქირავებულები რომ ასე ეყვირათ რომ ჩვენი თანხები ჩვენ მოტყუებით გამოგვატანინაო და ასე შემდეგ. მე არც ერთ ადამიანს არ შევხედრივარ რაც გამოვედი იმის მერე. ანუ თქვენ არ იცნობთ იმ ადამიანებს? მე არავის არ ვიცნობ, არც ერთ ადამიანს არ შევხედრივარ. ჩემთან არავინ არ მოსულა, ან რატო გამოიტანეთ სესხები, ან რატო არ შეგაქვთ, ან მე არავის არ შეუწუხები ვარ, ველოდები დღესაც ვზივარ და აბა ვინ მოვა და ვინ შემაწუხებს, მაგრამ დღემდე იხდით ამ სესხს? კი, სესხებს ვიხდი, მთლიანი ბანკის სესხი რაც არის მთლიანი სოლიდარული ვალდებულება ავიღე, ესე იგი რაც პრობლემური სესხები იყო ლაზიკა ბანკის, ყველაფერი აბსოლუტურად მომაწერეს მე. და რატომ იყო დაუშვათ იგივე სამეგრელოს პირველი პირი ამ შემთხვევაში გუბერნატორი ზაზაგოროზია რომ თქვენ ასეთ დღეში ჩაეგდეთ? ჩემთვის გაუგებარია ბატონო მალხაზ, მე არავისთან არ მქონია ისეთი განწყობილება და ცუდი დამოკიდებულება ვინმესთან, ვინმე ასე რომ მომქცეოდა, მაგრამ ამას უფალი განსჯეს. თქვენ თვლით თუ არა, რომ ზაზაგოროზიას თქვენთვის უნდა და ბიზნესიც აერთმია? მე ვერაფერს კიდე გიმეორებს, მე ვერაფერსაც ვერ ვიტყვი, ვინ მართმევდა ამ ბიზნესს, მაგრამ ვიღაცა რომ მართმევს დღესაც, ეს ფაქტის სახეზეა. მე ზაზაგოროზიასთან არასდროს არ მქონია ცუდი ურთიერთობა, როგორც არავისთან არ მქონია ცუდი ურთიერთობა. ერთადერთი ის იყო რომ ჩემთან მოვიდა ჩემი ახლობელი გაწერილია რომელმაც მითხრა რომ დამაპატიმრებდნენ და ვიყავი დასაჭერების სიაში პირველ სიაში ვიყავი მე და მთხოვა გავქცეული ვიყავი ზუგდიდიდან მაგრამ მე უთხარი ვაშენებ არაფერს არ ვანგრევ და მე ზუგდიდს არ დავტოვებ ჩავთვალე საჭიროდ რომ თავჩენილი ვიყავი ჩემს ქალაქში. ანუ ესე ვთქვათ გაგაფრთხილათ თქვენ სანამ დაგიჭერდნენ იმ ადამიანმა? გამაფრთხილა. მე ყველა უწყებას მიუმართე ამის თაობაზე როგორც გავიგე რომ ზუსტად იმ დღეს იყო ინვესტორი ჩამოსული და აი ამ ოთახში იჯდა და ვლაპარაკობდით გეგმებზე როგორ უნდა დაგვეწყო მშენებლობა. ახლა ამ დროს შემოვიდა ზუსტად ბატონი გენოგაწერილია. და რას წარმოადგენდა გენოგაწერილია, ვინ იყო? გენოგაწერილი ახლობელი იყო ჩემი და საერთოდ სამეგრელოს ხელისუფლებასთან ახლო მყოფი პირი იყო თუ? მე საიდან შეიტყო რომ დასაჭერთან სიაში იყავით? აი ასე სიტყვით მითხრა და დასაჭერთან სიაში ხარ და გთხოვ გაიქცე ზუგდიდიდან, საქართველოსდანო. სავარაუდოდ თქვენ როგორ ფიქრობთ, მას საიდან უნდა ქონოდა აი ეს ინფორმაცია რომ თქვენ ახლოს მომავალში დაგიჭერთ? მაგას ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ანუ საიდუმლოა? ნუ არ ვიცი ბატონო მალხაზ ახლა საიდუმლოა თუ არ არის საიდუმლო, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში გაგაფრთხილოთ. ყოველ შემთხვევაში დიდი მადლობა. და რაც ეს გითხრათ, იმის შემდეგ რამდენ ხანში დაგაპატიმრეს? მეორე თვის მე იმ დღესვე ყველას მიუმართე ყველა უწყებას, ბატონ ზაზაგოროზიას, ბატონ ალექსანდრე ქობალიას, ოლქის პროკურორს, ყველას რომ ასეთი ინფორმაცია შემოვიდა, რომ დამიჭერდნენ მღებრიშვილს, ყველას აბსოლუტურად მეუფესთან წავედი, მაგრამ რა გიპასუხათ სამეგრელოს პირველმა პირებმა ამაზე, როცა იკითხეთ? ეს არის აბსურდი. როგორ უნდა გაიმეორო ქალმა ეს სიტყვა დამაკავებენ და მე შემცვა ჩემი თავის რომ მივედი და რომ ეს სიტყვა უთხარი ჩემი თავის მწვენოდა რომ გამოვედი იქიდან და ორ თვეში უკვე როდესაც მშენებლობა რომ დავიწყე იმ თვესაც დამაკავეს კიდევ ერთხელ გეკითხებით თქვენი დაკავება თქვენ მიგაჩნიათ რომ უკავშირდება თქვენთვის ბიზნესის წარქმევას. აუცილებლად. მადლობთ. შოლეცეკლები იყო აქ ჩაკუზი მეთქა, აქ იყო უნიტაზი, იქ იყო ბიდე, იქ იყო საკები და კარადები. და ეს ყველაფერი სად არის? ეს ყველაფერი მე არ ვიცი, დღესაც არ ვიცი სად არის, ყველაფერი არის გატანილი. ანუ ეს ვინ გაიტანეთ? არ ვიცი ყველაფერი ჩემი პატიმრობის პერიოდში ეს ყველაფერი არის გატანილი ეს ოთახი იყო მთლიანად გამხსნილი ამ ოთახში ავეჯი ფაქტის სახაზე არაფერი არ არის ყველაფერი არის გატანილი ამ ოთახიდან და აი რა ხდება აქეთ ეს ოთახი არის უწმინდესი დაუნეტარისის სახელობის ილიანორის ოთახია სადაც განთავსებული მაქვს მთლიანად უწმინდესის ნახატი ნაწერი ხატები და უწმინდესის ნაჩუქარი წიგნები. ყველაფერი რაც არის ამ ოთახში არის უწმინდესის. ყველა ოთახიდან ყველაფერი გატანილია, ამ ოთახიდან გატანილია დივანკრესლოები, მარტო დამჭა უფლის სახელი, რასაც ქვია ყველაფერი უწმინდესის ნაჩუქარი. ამის გარდა თქვენი სახლიდან ყველაფერი გატანილია? ამის გარდა ჩემი სახლიდან როგორც განახეთ უნიტაზიდან დაწყებული ყველაფერი გატანილია. აგერ შემოგძაგით მეორე ოთახში. აი ეს სახლი არის აბსოლუტურად ცარიელი. ეს მისაღები ოთახი იყო? ეს იყო მისაღები ოთახი, ის იყო ზალა, ის სამლოცველო და ეხლა ნაღდადველი განახეთ საძინებლებს, იმიტომ რომ იქ ესეთი სიტუაციაა ნაღდადველში. Dinamida que